გამარჯობა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფრონტი ქართულს გარშემო წარიმართა. ბანკი ჩასაძირად არაერთი კანონი მიიღეს. ქართულს წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები არც ერთმა სხვა ბანკმა არ გააპროტესტა. უფრო მეტიც, გამოცხადებულ ომში 13 მსხვილი ბიზნეს დაჯგუფება უშუალოდ ჩაერთო. ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა ბანკს 135 მილიონი ლარის ზარალი მიაყენეს. ეს ბიზნესმენები ნაციონალური მოძრაობის ფავორიტები არიან. ნახოთ, ვინ დგას ამ ადამიანების უკან, ვინ რამდენი და რა სქემით წაართვა ქართულს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ზუსტად ერთ თვეში ძალაში შევიდა კანონი, რომელმაც ხელისუფლებას საშუალება მისცა ბანკში კრედიტის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონება ხელში ჩაეგდო. ბანკებს იპოთეკარის პირველი რიგის უფლება ჩამოერთვათ და საგადასახადო ორგანოებს გადაეცათ. საუბარია ორ კანონზე, ერთი ცვლილება შევიდა საახსოვრო საქმეთა წარმოების შესახებ კანონში და მეორე საგადასახადო კოდექსში ერთი და იგივე შინაარსისა, რითაც ბანკებმა დაკარგეს ფაქტობრივად პირველი რიგის იპოთეკარის ფუნქციები და სახელმწიფო მიიღო უფლება სწორედ ან არასწორედ წაერთვა ბანკისთვის უზრუნველყოფაში მიღებული ქონება. კანონის ამოქმედების შემდეგ მსხვილმა ბიზნეს ჯგუფებმა საგადასახადო სამსახურების წინაშე არარსებული დავალიანებები აღიარეს და სახელმწიფოს საშუალება მისცეს ქართულ ბანკში ჩადებული ქონება აუქციონზე გაეტანა. ამ ოპერაციების შედეგად ქართულს სახელმწიფომ სულ 190 მილიონი ლარის ქონება წაართვა, რის გამოც ბანკი იძულებული გახდა 135 მილიონი ლარის კრედიტი ჩამოეწერა. ბანკმა ეს თანხა იზარავა. აღმასრულებლის შემფასებლის მიერ შეფასებული არის ქონება 190 მილიონ ლარად, რაც შეეხება თანხას მთლიანი საკრედიტო დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით 2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 135 მილიონ ლარს. ქართულ ბანკის წინააღმდეგ მოწყობილ სპეცოპერაციას არც ის კომპანიები დაუზარალებია, რომლებმაც სახელმწიფოს წინაშე არარსებული დავალიანებები აღიარეს. გარიგებებში სულ 13-მა ბიზნეს ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. წესით მათ საერთოდ უნდა დაეკარგათ ქონება. თუმცა ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით მტკიცდება, რომ უმრავლეს შემთხვევაში ქართულ ბანკში დაგირავებულ ქონებას ისევ ძველი მეპატრონეები მართავენ, რომლებიც სახელმწიფოს ქართულს წინააღმდეგ გაურიგდნენ. ქართულ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებები, რომლებიც სახელმწიფო კომპანიებს ვითომ და არსებული საგადასახადო დავალიანების გამო ჩამოართვა და აუქციონზე გასაყიდად გაიტანა, სხვა იურიდიული პირების საკუთრება გახდა, მაგრამ ძველ ფლობელებს დაუბრუნდა, რომლებსაც ისევ ძველი მენეჯმენტი მართავს. ბათოილი ქართული ზეთის მწარმოებელი კომპანია. ამ ბიზნეს ჯგუფში გაერთიანებულია რამდენიმე შეპესე, რომლებსაც ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, ლუხუმ კაპანაძის ოჯახი და სერგი კაკალაშვილი აკონტროლებენ. ამ ბიზნეს ჯგუფს ქართულ ბანკში 23 მილიონ ლარზე მეტად შეფასებული 12 ობიექტი ჰქონდა ჩადებული. ეს ქონება სახელმწიფოს ხელში მას შემდეგ გადავიდა, რაც დავალიანებების შეპესე ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსმა, შეპესე კავკასუს სერიალ კომპანიამ და შეპესე ხოხობმა აღიარეს. ყველა ამ კომპანიას ან პირადად ლუხუმ კაპანაძე ფლობს, ან ასევე მისი ლემისე კომპანი. ქართულ ბანკში ბათოილმა სესხის უზრუნველყოფის მიზნით მათივე ბიზნეს ჯგუფის კუთვნილი 6 კომპანიის პალადინუმ პალასის, VIS ტვიტას, მესხეთი ფუდ კომპანიის, კავკასუს სერიალ კომპანიის, ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის და ხოხობის კუთვნილი 23 მილიონ ლარად ღირებული 12 ობიექტი ჩადო. აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელი ფლობელი ან თავად ლუხუმ კაპანაძეა, ან ლემისე კომპანია. ბათოილის ფლობელიც თავად ლემისე კომპანია გახლავთ. აუქციონზე არც ერთი ობიექტი არ გაიყიდა, რის შემდეგაც მათი პირდაპირ მიყიდვის წესით გასხვისება მოხდა. ბათოილის ბიზნეს ჯგუფის ქონება 12-ვე ობიექტი, ორმა პირმა ბათოილის ბიზნეს ჯგუფის ძველმა წევრებმა, პაატა დათაშვილმა და მერაბ ქავთარაძემ შეიძინეს. პაატა დათაშვილი შეპესე ბათოილის დირექტორი იყო და არის, ხოლო მერაბ ქავთარაძე ლემისე კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელის ოფშორული კომპანია რემაქსენდ კომპანიის წარმომადგენელია. ობიექტები პირდაპირ მიყიდვის წესით 5 ოფშორულ კომპანიას გადაეცა. მათ კი ქონება სახელდახელოდ შექმნილ 5 ქართული კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანეს. ეს იყო New Invest Group-ი, Georgian Energy Trade-ი, დიდუბე Mega Trade-ი, მესხეთი პალასი და ახალციხე აგროფუდი. ბათუმში ნონიშვილის ქუჩაზე მდებარე ზეთის ქარხანა 5 მილიონ ლარზე მეტად არის შეფასებული.
ამ შეპესემ სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარა და მისი ობიექტი სახელმწიფომ გადაიბარა. საბოლოოდ ქონება შეპესე ქართული ზეთის კომპანიის აქტივებში აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ამ შეპესეს დირექტორი იგივე პაატა დათაშვილია, რომელიც ამავდროულად მერაბიშვილთან ასოცირებული კომპანია ბათოილის დირექტორია. ბათუმში ბათოილის ქარხანას ვესტუმრე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაცია მეზობლად მდებარე ქარხნის შენობაშია განთავსებული. ეს ფარმაცევტული ქარხანაც ლუხუმ კაპანაძეს ეკუთვნის და ორივე ობიექტი ერთ მისამართზე, ბათუმში ნონეშვილის 65-ში მდებარეობს. ადმინისტრაციაში მიგზავნით. სადა ადმინისტრაცია? აი იქეთ ასეთივე შესაძლებელი. ეგრევე ჩაუხლოთ. ის ხო ბათვარმა? იქვეა ჩვენი ადმინისტრაციაც შენობაში. ყვარელში შეპესე საქართველოს ღვინოების 2.200.000 ლარად შეფასებული ღვინის ქარხანა ქართუ ბანკში იპოთეკით იყო დატვირთული. 40,000 კვადრატულ მეტრზე განფენილ კომპლექსს ადგილობრივები მეგრელების ქარხანას ეძახიან. შეპესე საქართველოს ღვინოების წილებს ნუგზარ საჯაია, სოლომონ გვაჯაია და შეპესე ბათოილი ფლობენ. სახელმწიფოს წინაშე დავალიანება შეპესეს დირექტორმა ნუგზარ საჯაიემ აღიარა და ქარხანა ქართულში დაგირავებულ კიდევ ორ ობიექტთან ერთად სახელმწიფოს გადააბარა. გამოცხადებულ აუქციონზე შეპესე საქართველოს ღვინოების ქონება არ გაიყიდა. მოგვიანებით ეს ობიექტები მერაბიშვილის ბიზნეს პარტნიორმა მერაბ ქავთარაძემ შეიძინა და შეპესე მეღვინეობა გრანელის კაპიტალში შეიტანა. ეს შეპესე 2012 წლის 27 თებერვალს არის დარეგისტრირებული და მისი დირექტორი იგივე ნუგზარ საჯაია, რომელიც შეპესე საქართველოს ღვინოების დირექტორიც არის. კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, ასევე ქართული ფირმების დირექტორები ლუხუმ კაპანაძის მიერ კონტროლებად ქართულ საწარმოებში ხელმძღვანელებად და მენეჯმენტში გვევლინებიან. პიროვნები ყველგან მეორდება: კობახიძე, სარჯველაძე, დათაშვილი, ქავთარაძე. შეპესე ინტერპლასტს ასევე ვანო მერაბიშვილის გარემოცვის წევრები, ძმები იაგო და ცეზარ ჩოჩელების ბიზნეს ჯგუფი ფლობს. სწორედ ამ ჯგუფმა ჩადო გირაოდ 6 მილიონ ლარად შეფასებული ქარხანა ქართუ ბანკში. კომპანიის მენეჯმენტმა სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარა და ქონება სახელმწიფოს გადააბარა. მოგვიანებით დილოში მდებარე ობიექტი შეპესე ტექინვესტმა შეიძინა. დღეს ამ კომპანიის 100%-იან წილს ძმები ჩოჩელების გუნდის წევრი და მათი თანამშრომელი ვლადიმერ ნარტყოშვილი ფლობს. ნარტყოშვილმა ძმებ ჩოჩელებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობას მიმდინარე წლის 14 ივნისს 10,000-ობით ლარი შესწირა. ჩვენ საწარმოს ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გარდა ვერავინ მოიცალა. დათო სირბილაძემ განაცხადა, რომ საწარმოს მხოლოდ სახელი შეეცვალა, ხოლო მეპატრონე და მენეჯმენტი არ შეცვლილა. არაფერი არ გახსენდა, მე მაშინაც აგიხსენით, იყო ინტერპლასტი, გახდა ტექ ინვესტი, შეიცვალა სახელი, არჩა პროფილი იგივე, მენეჯმენტი იგივე, ქარხანა მუშაობს. შეპესე პროგრესს და მის დამფუძნებელს ნუგზარ მამუჭაძეს ქართუ ბანკში დაახლოებით 5 მილიონიანი კრედიტის სანაცვლოდ 7,5 მილიონი ლარის ქონება ჰქონდა დაგირავებული. ჭავჭავაძის 75 ნომერში მდებარე ობიექტი და დიღმის მასივში არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ ნუგზარ მამუჭაძის აღიარების საფუძველზე გადაიფორმა და აუქციონზე გაიტანა. საჯარო ვაჭრობის ჩავარდნის შემდეგ ეს ობიექტები შეპესე ზვარე 1961-მა შეიძინა. ზვარე 1961 2012 წლის თებერვალშია დარეგისტრირებული. მისი 100%-იანი წელის მფლობელი მამუჭაძის სიძე და ბიზნეს პარტნიორი სულიკო გოგიტიძეა. მამუჭაძეს და გოგიტიძეს საერთო ინტერესები სხვა ბიზნესებშიც აქვთ. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ შეპესე ნიუ მოტორსის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომლის წილებს მამუჭაძე და გოგიტიძე თანაბრად ფლობენ. საინტერესოა, რომ შეპესე ზვარე 1961-ს იურიდიულ მისამართად პროგრესის კუთვნილი ფართი აქვს მითითებული. იურიდიული მისამართის დათმობის თაობაზე თანხმობას ხელს თავად მამუჭაძე აწერს. ჩვენ ბატონ ნუგზარს ტელეფონით დავუკავშირდით, თუმცა მასთან საუბარი ვერ შევძელით, რადგან მილიონერ ბიზნესმენს მობილური აპარატი გაფუჭებული ჰქონდა. ალო, შესაძლებელი იქნება გასაჩემი? Ja, ტელეფონი ვერ არ მესმის, ტელეფონი ჩამივარდა ყავში, შინდა ერთ მოახერხე, დანახე ოთან.
ეს ყოფილი ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაა. გამსახურდიას გამზირზე მდებარე უძრავი ქონება ქართულ ბანკში შეპესე თბილისი პროპერტის გრუპმა დააგირავა. ბანკებისთვის პირველი რიგის იპოთეკარის უფლების ჩამორთმევის შემდეგ 5.700.000 ლარად ღირებული ობიექტი შეპესე პრემზე გადაფორმდა, რომელმაც რამდენიმე დღეში საგადასახადოს წინაშე დავალიანება აღიარა. სახელმწიფომ ეს ობიექტი 2012 წლის 4 აპრილს დაფუძნებულ შეპესე City Real Estates მიჰყიდა. City Real Estate, რომელიც ქართულ იპოთეკისგან გათავისუფლებულ ქონებას ფლობს, ოფშორში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების Deston კომპანიის საკუთრებაა. ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ილია ცინცაძეა. ის თბილისი პროპერტის გრუპის დირექტორიც იყო, რომელმაც თავის დროზე ქართულსგან კრედიტი მიიღო და ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი შენობა და მიმდებარე ტერიტორია დააგირავა. კადრებში ჩანს, რომ სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი დღესაც იგივე თბილისი პროპერტის გრუპია, რომელსაც ეს ქონება სახელმწიფომ 9 თვის წინ ჩამოართვა. სახელმწიფოსთან გარიგებაში შესული ყველა კომპანია დავით კეზერაშვილის სახელთან ასოცირდება. შეპესე პრემიის დირექტორი ალექსანდრე გოგოხია, რომელიც სახელმწიფოს უშუალოდ გაურიგდა, კეზერაშვილის ლატარიის კომპანიის დირექტორიც იყო და ყოფილი თავდაცვის მინისტრის სხვა ბიზნესებშიც ფიგურირებს. თბილისში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო თორიც ქართულ ბანკში იყო დაგირავებული. შეპესე თორი ბლოკ ჯორჯიას ბიზნეს ჯგუფს ეკუთვნის. 100 ახალი საავადმყოფოს პროექტის ჩავარდნის მიუხედავად, მამაშვილის ვახტანგ და გია ჯანაშვილების ბიზნეს ინტერესებს საქართველოში საფრთხე არასდროს შექმნია. პირიქით, სახელმწიფოსთან გარიგებაში შესვლით ჯანაშვილებმა ქართულ ბანკს 5 მილიონ ლარზე მეტი წაართვეს. სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარა შეპესე ჯეო ჰოტელსმა, რომელზეც 6.7 მილიონ ლარზე მეტად შეფასებული სასტუმრო გარიგებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაფორმდა. შეპესე ჯეო ჰოტელს ვახტანგ ჯანაშვილი მართავს. ამ კომპანიის წილებს კი იგივე ვახტანგ ჯანაშვილი, მისი შვილი მამუკა ჯანაშვილი და შეპესე ბლოკ ჯორჯია ფლობენ. ჯანაშვილებმა ჯეო ჰოტელსი 2011 წლის 21 დეკემბერს სახელდახელოდ დააფუძნეს. მას იურიდიული მისამართი შეპესე თორმა მისცა. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული აუქციონი როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ჩავარდა. მოგვიანებით სასტუმრო თორი 2012 წლის 14 მარტს დაფუძნებულმა კომპანია TBS თორმა შეიძინა. ამ შეპესეს დირექტორი ციცინო ათამაშვილი ჯანაშვილების ოჯახის წევრია. ვახტანგ ჯანაშვილის შვილის, გია ჯანაშვილის მეუღლე და თორნიკე და ვახტანგ ჯანაშვილების დედა. 2010 წლის 12 აგვისტომდე ქალბატონი ციცინოც ოფიციალურად ჯანაშვილის გვარს ატარებდა. შემდეგ კი გვარი შეიცვალა და ათამაშვილი გახდა. თქვენ ეს სასტუმრო შეიძინეთ და არ შეგიძლიათ კომენტარის გაკეთება? ხო, არ მინდა, რომ ხელობა მივიღე, მაგრამ კომენტარი რო გავაკეთე, მივიღე და რა მიგეთ ბატონო? ეგენაცოლე არ მინდა მაქსიმალზე ლაპარაკი. თბილისში იუმაშევის 4 ნომერში მდებარე ობიექტი სააქციო საზოგადოება თბილისის უნივერსალურ სავაჭრო ბაზას ეკუთვნოდა. კომპანიის დირექტორი ჯანაშვილების ბიზნეს პარტნიორი ზურაბ ზურაბიშვილია, რომელიც ამავდროულად არის შეპესე ბლოკ ჯორჯიას 50%-იანი წილის მფლობელი. თავის მხრივ ვახტანგ ჯანაშვილი თბილისის უნივერსალური სავაჭრო ბაზის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია. 5.5 მილიონი ლარის ღირებულების ქონება სააქციო საზოგადოებას ქართულ ბანკში ჰქონდა დაგირავებული. კომპანიის დირექტორის მიერ ვალის აღიარებით, ქართულ ბანკმა 3 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა. ეს ობიექტიც პირდაპირ მიყიდვის წესით გასხვესდა. იდველი 2012 წლის 14 მარტს დარეგისტრირებული შეპესე ელსი თბილისია, რომლის დირექტორი არის ჯანაშვილების ძველი თანამშრომელი გიგა ტოგონიძე. ელსი თბილის იურიდიულ მისამართად ილია ჭავჭავაძის გამზირი ნომერი 27 წილადი 29 აქვს მითითებული. თუმცა რეგისტრაციის მომენტში კომპანია შეპესე მედ პროექტის კუთვნილ ფართზე მიცკევიჩის 29 ნომერში დააფუძნეს. საინტერესოა, რომ მედ პროექტის დირექტორი და 74%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ ჯანაშვილია. ამ ბიზნეს ჯგუფის წევრს, ვახტანგ ჯანაშვილის შვილს, მამუკა ჯანაშვილს ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტში 60.000 ლარი აქვს გადარიცხული.
6.4 მილიონ ლარად შეფასებული ბესიკი ბიზნეს ჯგუფის შენობა, გრიგოლ მორჩილაძისა და ანტონ ინგოროყვას ბიზნეს ჯგუფს ქართულ ბანკში 4.5 მილიონი ლარის კრედიტის უზრუნველსაყოფად ჰქონდათ ჩადებული. გრიგოლ მორჩილაძეს ქართულ ბანკში თბილისში მაყაშვილის 24 ნომერში არსებული საკუთარი ბინაც ჰქონდა დაგირავებული. ქართულთვის ქონების ჩამორთმევა ნაცნობის სქემით მოხდა. საგადასახადო ორგანოების წინაშე დავალიანება მორჩილაძე ინგოროყვას კომპანიებმა გრენფილდ ჯორჯია, ევროპარკინგმა და ქონების მართვის ჯგუფმა აღიარეს და ბანკში დაგირავებული ფართების სახელმწიფოს გადასცეს. აუქციონზე ამ ბიზნეს ჯგუფის ქონება არ გაიყიდა, რის შედეგადაც თბილისში ბესიკის 4 ნომერში მდებარე შენობა და მაყაშვილის ქუჩაზე გრიგოლ მორჩილაძის ბინა 2012 წლის 21 იანვარს ოზურგეთში დაფუძნებულმა შეპესე რესამ შეიძინა. რესას მფლობელი და დირექტორი ოზურგეთელი გიორგი სირაძეა. სირაძე მორჩილაძე ინგოროყვას ბიზნეს ჯგუფში მძღოლად მუშაობდა. დღეისათვის შეპესე რესამ ქონების ნაწილი შეპესე პარკინგზე გადააფორმა. ნაწილი კი იჯარით ინვესტ ბანკს გადასცა. რაც შეეხება მაყაშვილის 24 ნომერში არსებულ ბინას, ის გრიგოლ მორჩილაძის დედას ნანოლი ჭეფხოძეს გადაუფორმეს. გრიგოლ მორჩილაძე. ასულია გრიგოლ. აქ ცხოვრობს ხო ისე? აქ ცხოვრობ და ცხოვრობ. ოჯოში არის დასული რა. ასულებად არის ასული. ხო ამ შეგიძლია. ხო. დედამის ნანული ქვია ხო დედამის? დიახ, ნანული. დედა. ხო არ გაუყიდიათ ბინა? არა, ბინა არ გაუყიდია. პარკ ინ 2012 წლის 24 აპრილს დარეგისტრირებული შეპესეა. მისი მფლობელი და დირექტორი გიორგი გოგოჭურია. ეს პიროვნებაც მორჩილაძე ინგოროყვას ბიზნეს ჯგუფში საქმიანობს. სწორედ გოგოჭური არის შეპესე ევროპარკინგის 50%-იანი წილის მფლობელი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს წინაშე საეჭვო დავალიანება აღიარა და ქართულ ბანკი აზარალა. ამ ბიზნეს ჯგუფის წევრებმა გრიგოლ მორჩილაძემ, გრიგოლ ლომიძემ და თენგიზ მეზორნიშვილმა ნაციონალურ მოძრაობას 60,000 ლარი შესწირეს. ქართულ ბანკის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო დეველოპერული კომპანია ევორდიც. ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლით კომპანიამ ბანკს 6 მილიონ ლარზე მეტი აზარალა. ევორდის ბიზნეს ჯგუფში რამდენიმე შეპესე შედის, რომლებსაც შეპესე ევორდ კაპიტალის დირექტორი ლევან საყვარელიძე მართავს. მის ახლო ნათესავს და ამ ბიზნეს ჯგუფის წევრს თინათინ ცინცაძეს ეკუთვნოდა ქართულში დაგირავებული ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე 7 ფართი. ასევე საყვარელიძის ნათესავს ნიკოლოზ ვარძელაშვილს ეკუთვნოდა ფართი ვაკეში, ცხეთის ქუჩაზე, სადაც ევორდ კაპიტალის სათაო ოფისია განთავსებული. სხვა ფართები შეპესე ევორდ ბილდს და ევორდ კაპიტალ ყაზბეგს ეკუთვნოდა. ასევე ევორდი მართავდა ამ ხანაგობას, რომელიც დიღმის მასივში აწარმოებდა მშენებლობას. სახელმწიფოს წინაშე დავალიანება შეპესე ევორდ კაპიტალმაც აღიარა. რამდენიმე დღით ადრე კი აღნიშნული ობიექტები სწორედ ლევან საყვარელიძის კომპანიაზე გადაფორმდა, რის გამოც ქართულში დაგირავებული 12 ობიექტი სახელმწიფოს ხელში გადავიდა. დღეისათვის ეს ობიექტები ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია და ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა ისევ გრძელდება. ეს შენობა ფიქრის გორაზე მდებარეობს. როდესაც ის სახელმწიფოს ხელში გადავიდა, მხოლოდ 3 სართული იყო ამოყვანილი. დღეს კი, როგორც ვხედავთ, მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ალბათ არჩევნებამდე მისი პომპეზური გახსნაც მოესწრება. დეველოპერული კომპანია ლოგოსის მფლობელი მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძეა. შეპესე ლოგოსი მართავს ამხანაგობა თეთრის სახლის მშენებლობას ვაკეში, ატენის ქუჩაზე. კომპანიის დავალიანება ქართულ ბანკის წინაშე 10 მილიონ ლარს აღწევს. მისი ქონება კი სახელმწიფომ ძველი დავალიანების გამო დააყადაღა და აუქციონის წესით გაყიდვა სცადა. შეპესე ლოგოსის შენობები გაიყიდა, თუმცა ვირტუალურმა მყიდველმა თანხა არ გადაიხადა და აუქციონი ჩაიშალა. ამხანაგობის ქონება კი არ გაიყიდა. ორივე შემთხვევაში ობიექტები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. ეს ქონებები გასხვისებული ჯერ კიდევ არ არის და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
გიორგი ისაკაძე ბიზნეს ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ინტერვიუ მოგცა. ის არც ქართულ ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებებს გაორბის და აცხადებს, რომ სახელმწიფოსთან პრობლემის მოგვარების შემდეგ ბანკის ვალდებულებებსაც დააკმაყოფილებს. რაიმე ტიპის ვალდებულება, რომელიც ექნება ჩვენ კომპანიას, იქნება ეს მომხმარებელი, იქნება ეს თუ სახელმწიფო, თუ ბანკი, თუ ნებისმიერი სხვა საფინანსო ჯგუფი, დროის განმავლობაში სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მხრიდან იქნება შესრულებული. ლოგოსის მაგალითს გამონაკლისად ართვლის ქართულ ბანკის წარმომადგენელი ზურა გაგუა, რომელიც მიიჩნევს, რომ პროცესი აქაც სახელმწიფოსთან გარიგების საფუძველზე განვითარდა. ფაქტია, რომ ეს ქონებები იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში, ანუ არ მოხდა რა მისი ძველი საკუთრეზე დაბრუნება, შესაბამისად ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ასე ვთქვათ, ეს სქემა ბოლომდე არ არის მისული. კასპის რაიონში სოფელ აღაიანში მდებარე ღვინის ქარხანა ყოფილი პარლამენტარის ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიზნესის ნაწილია. ასევე მას ეკუთვნის მცხეთაში სოფელ მუხრანში არსებული ტერიტორია. ეს ობიექტები ქართულ ბანკში შეპესე ვაზი 2002-მა და სააქციო საზოგადოება ოკამმა დაახლოებით 3,5 მილიონი ლარის კრედიტის სანაცვლოდ დააგირავეს. ამ კომპანიების მიერ სახელმწიფოსთან გარიგებაში შესვლის შემდეგ ეს ქონებაც აუქციონზე გაიტანეს. აუქციონი ნაცნობის სქემით წარიმართა. ქონების ნაწილი არ გაიყიდა, მეორე ნაწილი კი აუქციონის ვირტუალურმა მყიდველმა ჩაშალა. ამის შემდეგ სახელმწიფომ ორივე კომპანიის ქონება შეპესე ახალშენი 2005-ს მიჰყიდა. ამ შეპესეს დირექტორის სააქციო საზოგადოება ოკამში ვასილ ჩიგოგიძის პარტნიორი გოჩა ცხენოსანიძეა, ხოლო დამფუძნებელი ჩიგოგიძის მეზობელი ჩოხატაურში შალვა ჩანტლაძე. ამ შემთხვევაშიც საქმე ქონების მარტივ გადაფორმებებთან გვაქვს, რომლითაც მხოლოდ ქართულ ბანკი დაზარალდა. ქარხანაში დაგვიდასტურეს, რომ ვასილ ჩიგოგიძე ისევ ქარხნის მეპატრონეა და შალვა ჩანტლაძე რეალურად არაფერს წარმოადგენს. ეს ჩიგოგიძე ვასილ ჩიგოგიძე არის მეპატრონე. გოჩას ხომ მეპატრონეა ცხენოსანიძე? გოჩადი დირექტორი, გენერალ-დირექტორი. არა, შალვა ჩანტლაძე. არ მუშაობს აქ ეგეთი? ჩიგოგიძე ერთ-ერთი აქციონერია, კი ბატონო, მაგრამ მას ვერ დავუკავშირდებით. დიდუბეში აგლაძის 37-ში მდებარე ობიექტი სააქციო საზოგადოება უნივერსალ სერვისს ეკუთვნოდა. 6,2 მილიონ ლარად შეფასებული ობიექტი ქართულ ბანკში იყო დაგირავებული. ობიექტს რეალურად სააქციო საზოგადოების დირექტორი მალხაზ მოდებაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით კერესელიძე მართავდნენ. საგადასახადო ორგანოებთან გარიგებაში შესვლით ამ ჯგუფმა ქართულს 4 მილიონ ლარზე მეტი წაართვა. დღეს ობიექტს შეპესე უნიცენტრი ფლობს. 6 მილიონიანი ქონება სახელდახელოდ 2011 წლის 8 დეკემბერს დაფუძნებულმა კომპანიამ შეიძინა. კომპანიის დირექტორი და მფლობელი იოსებ ფილიშვილი მოდებაძე კერესელიძის ჯგუფის წევრია. ლაურა ღაჭავას და მისი შვილების კოდუების ბიზნეს ჯგუფმა ქართულ ბანკი ყველაზე მეტად დააზარალა. ღაჭავას და კომპანიას ბანკის 50 მილიონ ლარზე მეტი მართებს. ამ ბიზნეს ჯგუფის შემთხვევაში დარღვევები კომპლექსურია და ყველა ის ვარიანტია გამოყენებული, რაც სხვა კომპანიებმა ცალკეულ შემთხვევებში გამოიყენეს. 100 მილიონზე მეტი დავალიანება აღმოუჩინეს პირიმზეს, რაც ისეთ ძალიან შეურაცხებელი თვალისთვისაც კი და არაპროფესიონალისთვისაც ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ ხელა დავალიანება არ შეიძლება ქონოდა პირიმზეს. სახელმწიფომ გაიტანა აუქციონზე ნაწილი ვითომ გაყიდა მაპატიოს მაყურებელმა პასტარმოი ფირმებმა იყიდეს ისევ იგივე ჯგუფისა, ნაწილი დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში. ორივე შემთხვევაში წინა მენეჯმენტი აგრძელებს მუშაობას დღესაც. ღაჭავას და მის ოჯახს ქართულ ბანკში 75 მილიონ ლარად შეფასებული 11 უძრავი ქონება ჰქონდა ჩადებული. სახელმწიფომ პირიმზის ჯგუფის 11-ვე უძრავი და მოძრავი ქონება ყოფილი მესაკუთრის ნდობით აღჭურვილი პირების მიერ სახელდახელოდ დაფუძნებულ კომპანიებზე ერთ დღეს გაყიდა, რითაც აღნიშნული ქონებები ყოფილ მფლობელებს დაუბრუნა. კოდუების 11 ობიექტიდან 9 ერეკლე კოდუას მეგობრის დის ეკატერინე პაპავაძის მიერ რამდენიმე დღის დაფუძნებულმა კომპანიებმა შეიძინეს.
ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა კი მისმა მეგობარმა და თანამშრომელმა ნანული ფარცვანია. ჩვენ ამ ფაბრიკის გადასაღებად ლილოში ჩავედით, მაგრამ ობიექტის გარედან გადაღების უფლებაც არ მოგცეს. დაცვის უფროსმა ფაბრიკის მეპატრონის ლაურა ღაჭავას ნებართვა მოგთხოვა. თუ გნებავთ მეპატრონის ნებართვა მაშინ გეტყვის ისე წამოწევ. კი მინდა. რა ლაურა ღაჭავას. ნახეთ ქალბატონ ლაურა ირიმზეში შენობა რო იყო ძველი. თქვენი მოგებით ხელსო ტერიტორიაზე. და ეკლესიის ყველაფერი გამოვხდეთ სამიდან. პირადად თუ არ ვიცი რომ ეს ქალბატონმა ლაურა მისი ნებართვა თუ არ მოჩვენეთ მე შემოგიშვით ტერიტორიაზე. ლაურა ღაჭავას ტელეფონით დაუკავშირდით, რომელმაც გვირჩია ამ თემაზე არჩევნებამდე არ გვესაუბრა. თვითონ კი განაცხადა, რომ არჩევნებს ელოდება და მერე განიხილავს ქართულ ბანკისთვის ვალის დაბრუნების საკითხს. რა სერიოზული თემა არის? აი ჯერ მოვიდა მაესტრო, მოვიდა ლეშავა, მოვიდა ჟანდაბა, მოვიდა რუსავი, მოვიდა იმედი, მოვიდა სულა მოვიდა რეაქტივი, მოვიდა ვიღო. მე დავიხარი ხო შეიძლება ყველაზე სუკარ გიძახო. კატერინე პაპავაძე ისა ვინ არის? კატერინე პაპავაძე იმას კითხეთ რა ვიცი მე კატერინე პაპავაძე. და ნანული ფასონი. აი მე თავი ამ საკითხს რა ამეთქიდა ისოზე რა საკითხს განსარეთით. ხო შეიძლება ერთი როგორ მივიღოთ მაინტერესებს. ვინ ახლა კუკურაძე რო ხარ? აი ვინ ახლა მე მითხარი. აი ახალები რომ მოხება. მე შეიძლება შეხვდები ხარხომასთან. ყველაზე რამდენიმე გადებული ეგრე პოზიციაში არის. ხარხომან გადასადებად აქვს კონტრაქტები და მოგართვა. რამდენიმე დღის წინ ლაურა ღაჭავამ აღებული ყველა ვალდებულებების გადახდაზე უარი განაცხადა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ნახოთ რა ობიექტები წაართვა გაკოტრებულმა ოჯახმა ბანკ ქართულს. ირიმზე, თბილისი, ვეკუას ქუჩა ნომერი 3. შეფასებულია 14,180,000 ლარად. სავაჭრო ცენტრი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირი ნომერი 33. შეფასებულია 9,950,000 ლარად. შენებარე კომპლექსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირი ნომერი 29. შეფასებულია 7,300,000 ლარად. ფაღავას სახელობის ყოფილი პედიატრიის ინსტიტუტის შენობა, მელიქიშვილის გამზირი ნომერი 5. შეფასებულია 5,150,000 ლარად. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა, მელიქიშვილის გამზირი ნომერი 10. შეფასებულია 5 მილიონ ლარად. სამედიცინო ცენტრი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირი ნომერი 60. შეფასებულია 8 მილიონ ლარად. 342 კვადრატული მეტრი კომერციული პარტი ვაკეში, არაყიშვილის ქუჩა ნომერი 8. შეფასებულია 1,990,000 ლარად. ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკა, ჭირნახულის ქუჩა ნომერი 1. შეფასებულია 6,690,500 ლარად. დავით კოდუას კლინიკა, ეგრეთ წოდებული ლეჩკომბინატი, ქავთარაძის ქუჩა ნომერი 16. შეფასებულია 18,440,000 ლარად. კლინიკას, რომელსაც ოფიციალურად ეკატერინე პაპავაძე ფლობს, დღესაც დავით კოდუას კლინიკა ჰქვია.